14 მაისს ჩინეთში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინგის შეხვედრა შედგება. ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის ნოემბრის შემდეგ. ბოლოს ორი ლიდერი 2025 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრის შედეგად ჩინურ იმპორტზე ამერიკამ ტარიფები 57%-დან 47%-მდე შეამცირა. თუმცა 2026 წლის მაისში ტრამპისა და სის შეხვედრა განსაკუთრებით დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების და სპარსეთის ყურეში მწვავე კრიზისის ფონზე წარიმართება. ირანსა და აშშ-ის შორის არსებული მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნა. ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტები განიხილავენ ვაჭრობას, ინვესტიციებს. ამ შეხვედრაზე ვაშინგტონისთვის რამდენიმე საკითხია პრიორიტეტული. პირველ რიგში ეს არის ჩინეთის მიერ ბოინგის თვითმფრინავების შესყიდვა, ასევე ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხი, ერთობლივი საინვესტიციო საბჭოს შექმნა, ერთობლივი სავაჭრო საბჭოს ჩამოყალიბება. ეს ორი სტრუქტურა განსაზღვრავს აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროებს, რომელიც საფრთხეს არ უქმნის არც ერთი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. თავის მხრივ ჩინეთს სამი პრიორიტეტი აქვს: ტარიფები, ტექნოლოგიები და ტაივანი, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთი სავარაუდოდ შეეცდება გასული წლის სავაჭრო ზავის გაგრძელებას და იმ მოწინავე ნახევარგამტარებზე საექსპორტო კონტროლის შემსუბუქებას, რომელიც მისი სამრეწველო სექტორის მოდერნიზაციისთვის სჭირდება. სი ძინპინგი, რომელმაც თებერვალში ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს დაუშვებს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, სავარაუდოდ შეეცდება აიძულოს ტრამპი შეამციროს ამერიკული მხარდაჭერა კუნძულის მიმართ. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი მოუწოდებს პეკინს ირანზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მან ჰორმუზის სრუტე გახსნას. სი ძინპინგისა და ტრამპის შეხვედრის მნიშვნელობაზე პოდკასტი რუკა და ტერიტორიის მე-13 ეპიზოდში მე, რეალპოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და ჩვენი აღმასრულებელი რედაქტორი აკა ზარქვა ვისაუბრებთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში. აკა მოგესალმები, რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ვიზიტზე, რომელიც მიმართაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. ეს არის ისტორიული ვიზიტი ალბათ ტრამპის ჩინეთში, რომელსაც აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური განზომილება. რატომ არის ეს ვიზიტი ასე მნიშვნელოვანი და როგორ შეაფასებდი მხარეების პოზიციებს ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე? სალამი გიორგი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ესეც მიხარია ერთი რომ ჩვენი საუბრები გრძელდება. დანარჩენს რაც შეეხება ვიზიტს, ესეც მნიშვნელოვანი იქნებოდა ხო ვთქვათ, სოფლის უძველესი ეკონომიკის ან თავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ლიდერების შეხვედრა. თუმცა რამდენიმე ფაქტორი ამ შეხვედრას 14 მაისს დაიწყება კიდევ უფრო დიდ წონას და მნიშვნელობას წენს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ აი ამ ვიზიტს წინ უძღვის დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ორი ომი, ერთი სავაჭრო და ერთი რეალური ომი, რომელიც არ წავიდა გეგმის მიხედვით. პირველ რიგში ასევე უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის პირველი ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ბოლო ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს, ასევე დონალდ ტრამპი იყო 2017 წელს და ის ჩინეთში წელს ჩადის აი ამ ორი გეგმის მიხედვით ვერ წასული დაპირისპირების ფონზე. პირველი ის არის რა თქმა უნდა ირანთან ომი, რომელიც 21 თებერვალს დაიწყო და ამაზე ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებ. ვიცით რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა იმავე ტრამპს რო დავესესხოთ სულ გაფავს. და მეორე დაპირისპირება, რომელიც არ წავიდა გეგმის მიხედვით და რომელიც ასევე ამერიკელი პრეზიდენტის ინიციირებულია, ეს არის რა თქმა უნდა 2025 წელს, გასულ წელს 2 აპრილს, როდესაც მან გამოაცხადა ეგრეთ წოდებული გათავისუფლების დღე, როდესაც ამერიკამ თითქმის ყველა ქვეყანას დაუწესა მაღალი სავაჭრო ტარიფები და მაშინაც გვახსოვს, რომ თქვა ძირითადად ეს სავაჭრო ტარიფები რა თქმა უნდა მიმართული იყო ჩინეთის წინააღმდეგ, რომლის მიმართაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს დაახლოებით 200 მილიარდი ყოველწლიურად, ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკა 200 მილიარდი დოლარით უფრო მეტს ყიდულობს ჩინეთისგან ვიდრე ყიდის ჩინეთს.
და ჩვენ გვახსოვს, რომ ეს დაპირისპირება მალევე დაიწყო, შემდეგ მოხდა ესკალაცია და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ავიდა იქამდე, რომ ჩინურ იმპორტზე ამერიკაში დაწესდა 155%-იანი საბაჟო ტარიფები, რასაც ჩინეთი პასუხობდა სარკისებურად დროთა განმავლობაში, თუმცა მალევე ჩინეთმა ესე ვთქვათ, გამოავლინა ახალი ბერკეტი ამ დაპირისპირებაში და ეს იყო მისი მონოპოლია პრაქტიკულად აი ამ იშვიათ მინერალებზე და დააწესა საექსპორტო კონტროლი აი ამ მინერალებზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ რეალურად ამან გამოიწვია უარყოფითი რეაქცია ბაზრის და შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ დაპირისპირების გაგრძელების პირობებში და იმ პირობებში თუ კი ეს საექსპორტო კონტროლი ჩინეთის მიერ წარმოებული იშვიათ მინერალებზე გაგრძელდებოდა, სულ რამდენიმე კვირაში პრაქტიკულად შეჩერდებოდა ძალიან ბევრი წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კი შეეხებოდა ეს პრობლემა სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს, სამხედრო წარმოებას. ეს იშვიათი მინერალები აუცილებელია ყველაფერში, პრაქტიკულად რაც სამხედრო საქმეს ეხება, იშვიათი მაგნიტები ყველაფერში დაწყებული ვთქვათ რაღაცა სანავიგაციო წყობილობებიდან, ასევე F-35-ის ძრავებშიც კი ჩინეთის იშვიათი მინერალების მეშვეობით მუშაობს. და აქედან გამომდინარე ეს გახდა პრაქტიკულად გარდამტეხი ამ დაპირისპირებაში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი გახდა იძულებული, რომ მოითხოვა ზავი, ასე ვთქვათ, და ტარიფები შემცირდა, ეს კვლავ ნარჩუნდება, ისტორიულად ყველაზე მაღალ დონეზე 25% არის ამჟამად ჩინურ იმპორტზე საბაჟო ტარიფი ამერიკაში, მაგრამ გამოცხადა ზავი, იყო რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკებების ჩინეთთან ჟენევაში გაიმართა და ამის შემდეგ გამოცხადა რამდენიმე თვიანი ზავი. ეს იყო წინაპირობა და ამ დავაზუსტებ ბოლო შეხვედრა შედგა სამხრეთ კორეაში ბუსანში და შემცირდა 57%-დან 57%-მდე ეს ტარიფები და ერთგვარი ცხელი ფაზა მოვრჩა. ეხლა საერთაშორისო მედიაში არის საუბარი ძირითად საკითხებზე, რაც ორივე მხარესთვის არის მნიშვნელოვანი და მინდა ამაზე გადავიდეთ. მაგალითად, ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული საკითხებია ეს ბოინგის თვითმფრინავების მიყიდვა ჩინეთისთვის, როგორ გადაწყდება, სოფლის მეურნეობის პროდუქცია ამერიკული საკითხი როგორ გადაწყდება, ასევე ერთობლივი საინვესტიციო და სავაჭრო საბჭოების შექმნის საკითხი. ჩინეთისთვის პირიქით არის, ხო, მისთვის თავარია ტარიფების საკითხი, ტექნოლოგიების საკითხი და იძულება ტრამპის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სიხისტე და დახმარება გამოიჩინოს ტაივანის საკითხის მიმართ. აი ამ ძირითად საკითხებზე სამსჯელოდ რა პოზიციებით მიდიან მხარეები ამ შეხვედრაზე ეს მინდოდა მეკითხა. ბატონო, აქ ის სწორად აღნიშნეთ შენ, რომ ეს არის პრაქტიკულად ძირითადად ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ვინ არის თქვათ უბრალოდ მოსამზადებელი პერიოდი ამ ვიზიტისთვის. ანუ ვინ უძღვება ამ სამუშაოს და ეს არის კოდ ბესენტი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ამერიკისთვის თავარი სწორედ ეს ეკონომიკური ფაქტორი იქნება, ეგრეთ წოდებული 3B, როგორც ეს რაღაც ეკონომისტების თუ ფინანსების წრეში არის ცნობილი. ანუ ეს არის beef, soybeans და ბოინგები, ძროხის ხორცი და სოიუს მარცვლები. ანუ ეს არის ის, რაც ამერიკის პრეზიდენტისთვის და ამერიკისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩინეთმა გაზარდოს აი ამ პროდუქციის შესყიდვები და ამით თქვათ გამოასწოროს ის უარყოფითი ბალანსი, რომელიც ვახსენე, რომელიც 200 მილიარდამდეა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ სავაჭრო დაპირისპირებების დაწყებამდე ტრამპის პირველობაში ეს დეფიციტი იყო სადაც 500 მილიარდამდე და შემდეგ წლებში ეს შემცირდა 200 მილიარდამდე. ანუ ეს არის ამერიკისთვის პრიორიტეტული და ის რომ ასევე კიდევ ერთი კრიტიკულ მინერალებზე წლომა. თავად აი ამ წინა დაპირისპირების დროს, როდესაც ჩინეთმა მოულოდნელად ეს ბერკეტი გამოავლინა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ეფექტური ბერკეტი აქვს, მაშინ ამის შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ თქვა რამენაირად მოერყიათ ჩინეთზე დამოკიდებულება ამ საკითხში, ამერიკის მთავრობამ, ფედერალურმა მთავრობამ შეიძინა წილი რამდენიმე სამთო-მომპოვებელ კომპანიაში, მაგრამ ეს არ არის ესეთი მოკლევადიანი პროექტი, ამაზე მუშაობა სჭირდება წლები, ამის წარმოება არის მძიმე, ბინძური და ამ ლოჯისტიკური ხაზების ასწორება შეიძლება ძალიან ბევრი წელი, ასე რომ აქ ძალიან სწრაფად ამერიკელები ალბათ ამ დამოკიდებულებაზე ვარს ვერ იტყვიან და აქედან გამომდინარე ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის. და ასევე საუბარი არის იმაზე, რომ შეიძლება შეიქმნას ეგრეთ წოდებული
სავაჭრო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება იმით, რომ განსაზღვროს აი ეს ვაჭრობის კრიტერიუმები და პროდუქტები, რომელიც ისე რომ არ დაზიანდეს ამ ქვეყნებისთვის თვითონ კრიტიკული წარმოება, ხო თქვა რაღაც შეთანხმებას, თუმცა ამ ნაწილში თქვა გარღვევის მოლოდინი, რომ ეს საბჭო რომ შეიქმნას რაღაცა დიდ ნაბიჯებს გაადგამს წინ, ამის მოლოდინი ნაკლებია. რაც შეეხება ჩინეთს, შენ სწორად აღნიშნე, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის არის რა თქმა უნდა ტაივანი და ამაზე უნდა ვისაუბრო ცოტა ვცლად იმის შესახებ, რომ რა ხდება ხო, ანუ ტაივანის იგივე ჩვენ ვიცით, რომ ეს დაპირისპირება თქვა ისტორიაში ვერ წავიდეთ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა, თუ შეგვიძლია თქვა რაღაცა ესეთი milestone გამოყოთ აი ამ დაპირისპირების როდესაც თქვა ეს კონფლიქტი ტაივანის იგივე უფრო გაღრმავდა, ეს იყო რა თქმა უნდა 2022 წელს ნენსი პელოსის ვიზიტი, რის შემდეგაც თქვა რაღაცა აი ეს დაძაბულობა მხარეებს შორის ახალ დონეზე გადავიდა, გახსოვთ შენ მაშინ კონგრესის სპიკერის ვიზიტმა სერიოზული უარყოფითი პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია და ამის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღიური, ყოველკვირეული ფორმა მიიღო ტაივანის იგივ ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის წვრთნებმა და ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევამ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ 2024 წელს იანვარში ტაივანში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, რომელიც არის ასევე დემოკრატიული სოციალისტური პარტიის, ესეთი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, რომელიც რა თქმა უნდა უფრო ესე ვთქვათ დამოუკიდებლობისკენ და ჩინეთთან დაშორებას ემხრობა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩინეთის ყურადღება და ასე ვთქვათ აგრესია რაღაცნაირი ძალის დემონსტრირება ტაივანის იგივე მხოლოდ გაიზარდა და ეხლა სწორად აი ამ დახუსტების ფონზე, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ვთქვით, რომ დონალდ ტრამპი არც თუ ისე საუკეთესო პოზიციებით მიდის ჩინეთში მოსალაპარაკებლად, იმ პირველში, როდესაც პრაქტიკულად მას ჭირდება ჩინეთის დახმარება, დამოკიდებულია ჩინეთზე რამდენიმე საკითხი, ასევე ჭირდება ჩინეთის ხელშეწყობა ირანის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ეს უნდა ვთქვათ, რომ თავად ეს ვიზიტი აპრილში უნდა შემდგარიყო, აპრილის დასაწყისში, თუმცა სწორედ ირანთან მიმდინარე ომის გამო გადაიდო იმედით, რომ გადადების შემდეგ თქვათ ამ ვიზიტის თარიღის დადგომამდე რაღაცნაირად ეს კონფლიქტი დარეგულირდებოდა, ესეც ვერ დარეგულირდა. ამერიკელების პოზიცია, ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია ჩინეთის აღქმაში ყოველ შემთხვევაში უფრო სუსტია და აქედან გამომდინარე ბევრი ანალიტიკოსი, ბევრი სინოლოგი გეტყვის იმას, რომ ჩინეთი და სი ძინპინგი ხედავს ეგრეთ წოდებულ opening-ს ამ სიტუაციაში. ხო, რაღაც ახალ ტექნოლოგიების ფანჯარას, რომელშიც მას შეუძლია, რომ ამერიკელ პრეზიდენტს შეაცვლოს ფორმულირებები ტაივანთან მიმართებით. ხო, ანუ ამ დროის განმავლობაში თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაზეც რო თქვა ტაივანთან მიმართებით იყო ერთი 11 მილიარდ დოლარიანი შეიარაღების პაკეტი, რომელიც ამერიკამ მიყიდა ტაივანს და ეს იყო უმსხვილესი შეიარაღების პაკეტი ერთჯერადი, რაც ტაივანს ამერიკისგან მიუღია 49 წლის შემდეგ და ასევე საუბარი არის 14 მილიარდიან პაკეტზე, რომელიც რამდენადაც ვიცით უკვე რაღაც დამუშავების პროცესია, თუმცა სწორედ ამ ვიზიტიდან გამომდინარე კონგრესს არ გაიგზავნა ჯერჯერობით კონკრეტული შემადგენლობა ამ პაკეტის იმიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი არ გაღიზიანებულიყო და ხელი არ შეშველა ამ ვიზიტს და რაც შეეხება ახლა ასევე ჩინეთის შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი ანალიტიკოსის აზრით სი ძინპინგი ხედავს აი ამ შეხედულების ფანჯარას, რომ აი ამ პოზიციაში მყოფ აი პრეზიდენტს, ამერიკელ პრეზიდენტს სანაცვლო რაღაცებისა, მათ შორის თქვა დათმობის აი ამ სავაჭრო დაპირისპირებაში, თქვა ირანთან დახმარების სანაცვლოდ გამოსწყვეტს ცვლილებები ამერიკული ფორმულების ნაწილში, ხო? და როგორია ეს ამერიკული ფორმულა, თქვა ტაივანთან მიმართებით. ეს არის ორი ფრაზა. პირველი ის, რომ ამერიკა არ უჭერს მხარს ეწინააღმდეგება უბრალოდ ამერიკა ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს სამხრეთ ცვლილებას ტაივანის სრუტეში და მეორე არის ის, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ეს არის ორი მთავარი ფორმულა. ამ ფორმულებში ეხა ისეთი მცირე სემანტიკური ცვლილებას, როგორც კი იქნება, რომ თქვა თუ მხარის არდაჭერიდან ფორმულირება შეიცვლება წინააღმდეგობისკენ, ხო, თუ ამერიკის შეერთებული შტატები იტყვის, რომ ის ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას, ეს უკვე ჩინეთისთვის და პერსონალურად სი ძინპინგისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იქნება და ბევრი ანალიტიკოსის აზრით სწორედ ამის გაკეთება შეეცდება სი ძინპინგი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, ეს იქნება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ამით და აქ უნდა ვახსენოთ ის რომ რაში ჭირდება ეს ყველაფერი და ამაზე მოგჩები არის ის რომ რეალურად ჩინეთი მაინდამაინც არ ჩქარობს თქვა სამხედრო ძალით ამ თვითმართველი კუნძულის დაკავებას რომელსაც თავის ტერიტორიად მიიჩნევს ჩვენ ასევე გასულთოებში ვისაუბრეთ ჩინეთის არმიაში განვითარებულ წმენდებზე, საკადრო წმენდებზე უმაღლეს ეშელონებში და ესეც ხელისმშეწებელი ფაქტორია, მაგრამ აი ამ ირანის და ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირების სათაურების ფონზე გასულ პირებში ჩაიკარგა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი 10 აპრილს ტაივანის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ან გომენდანის ლიდერი პეკინში ხალხოწრების დიდ დარბაზში შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს. და რეალურად ეს იყო პირველი ესეთი შეხვედრა და ასევე ვიცი იყო გამორჩეული ეს შეხვედრა რომ რეალურად ტაივანის ლიდერს და მათ შორის გომენდანის ლიდერს შორის სი ძინპინს შორის შეხვედრების წარსულში მოხდა რა ბოლო ესეთი იყო 2015 წელს ნეიტრალურ სინგაპურში და მაშინ რო დაკვირვებოდი პროტოკოლს მიუთითებდა ეს პროტოკოლი სტატუსით თანასწორი ლიდერების შეხვედრაზე და ამ უხელხულობის გადასალახად მაშინ სი ძინპინგმა და მაინგ ჩეუნ რომელიც ტაივანის გომენდანის ლიდერი იყო თანამდებობების მოხსენებაზეც უარი თქვეს და ერთმანეთს უბრალოდ ბატონოთ იმართებდნენ. წელს ეს ვიზიტი აი ამ გომენდანის ახალი ლიდერისა ჩინეთში იყო აბსოლუტურად განსხვავებული, რაღაც უფრო იმპერიულ ცენტრში მომლოცველობას გავდა და ესეთ კაც იერარქიაში უმასპინძლეს, სადაც გასაგები იყო, რომ ის იყო დაქვემდებარებული და მისი უფროსი იყო სი ძინპინგი, ანუ ამგვარად ის ჩინეთის ლიდერი ცდილობს, რომ სოფლიოს დაანახოს, რომ ტაივანი არა ერთიანი რაღაც დემოკრატია, ამ საზოგადოება გახლეჩილია, მის საზოგადოების ნაწილი სადაა პეკინთან სასაუბროდ და ეს თავად ტაივანში ცვლის განწყობებს, ხო? და ის აი ამ ფორმულების ცვლილებით თუ კი აი ამას მიაღწევს, ეს მნიშვნელოვანი იქნება თვითონ ტაივანში განწყობების შესაძლებლად, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ იცვლება ბოლო 2 წლების განმავლობაში და თქვა რაღაცა ემრბილი ძალის პროექცირებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება თუ კი ეს შედგა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება იმდენად, რამდენადაც 2028 წელს იქ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და სწორედ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბევრი ანალიტიკოსის აზრით გარდამტეხი მომენტი ჩინეთისთვის. თუ კი ჩინეთი ნახავს, რომ აი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს თქვა გომენდანის ლიდერი, რომელიც ჩინეთთან უფრო მეგობრულადაა განწყობილი და აღიარებს ეგრეთ წოდებული 92 წლის შეთანხმებას. ხო, ეს 92 წლის შეთანხმება იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თავად ფორმულა მისი იყო, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორია, ჩინეთი, მატერიკული ჩინეთი და ტაივანიც ერთ ჩინეთს ეკუთვნის. თუ კი ესეთი ლიდერი გაიმარჯვებს, რომელიც ამ ფორმულირებას აღიარებს, მოსალოდნელია ვთქვათ, ეს სამხედრო დაპირისპირების საჭიროება ჩინეთისთვის არ იქნება მაღალი და გაგრძელდება რაღაცნაირად ესეთი ჰიბრიდული მცდელობები და თუ კი ვთქვათ, ისე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გაიმარჯვა, ეს ალბათ გაზდის სამხედრო დაპირისპირების რისკებს, თუმცა აქ ბოლო რასაც ვიტყვი ეს არის, რომ რეალურად ვთქვათ, ამ შეხვედრის შემდეგ შესაძლოა არ შეიცვალოს ეს მოდელი, მაგრამ ეს პროცესი რაღაცნაირად მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს შეხვედრა, რომელიც დაიწყება 14 მაისს და დამთავრება 2 დღე გაგრძელდება, ეს სახელმწიფო ვიზიტი იქნება მხოლოდ პირველი შეხვედრა სი ძინპინგისა და დონალდ ტრამპის მიმდინარე წელს მათ კიდევ ექნება დაახლოებით 4 შეხვედრას გამართავენ, ასე რომ აი ეს პინგ-პონგი რაღაცნაირად რომელიც დღეს დაიწყება, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო აწმევლებისთვის ასე. აკა ორ ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ერთი არის, რა თქმა უნდა, ირანის ომი, უბრალოდ ხორმუზის სრუტის ჩაკეტვა და სპარსეთის ყურეში არსებული კრიზისი, რაც ერთის მხრივ დონალდ ტრამპისთვისაა პრობლემა, რადგან მისი ბევრი მოკავშირე ქვეყანა დარჩა ნავთობის გარეშე, გაძვირდა მთელ მსოფლიოში ნავთობი და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ არიან ეს ქვეყნები და რაც თავადია ამერიკის შიგნით საწვავის გაძვირება ერთი გალონი ბენზინი უკვე $4 მეტია და საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად მის წინააღმდეგაა შეტრიალებული, მაგრამ ასევე მისი სისუსტეა, კი, მაგრამ მეორე მხრივ ეს პრობლემა ჩინეთისთვისაც, ხო, რომელიც სპარსეთის ყურის ნავთობზე იყო დამოკიდებული ძალიან, ასევე იყო პრაქტიკულად ერთადერთი შემსყიდველი ირანული ნავთობის, რომელიც ახლა ამერიკული ბლოკადის გამო საზღვაო გზებით ვეღარ გამოდის და ახლა ირანი ცდილობს სარკინიგზო გზების ცენტრალური აზიის გავლით გაიტანოს
ნავთობი ჩინეთამდე, მაგრამ ეს მარტივი არ არის და იმ მოცულობის ნავთობს ვერ გაიტანს არკინიგზოგზე, რაც შეგეძლო ტანკერებით გაგეტანა. ანუ ერთგვარად ორივე ქვეყანაზე ახდენს გავლენას ეს ომის შეიძლება მასშტაბები სხვადასხვა, იმიტომ რომ ჩინეთს მაინც დივერსიფიცირებული აქვს ნავთობის შესყიდვის წყაროები და დიდი რეზერვები გააჩნია, მაგრამ მაინც აი სპარსეთის ყურის მოვლენები დამოკიდებული, ანუ ეკონომიკურად ეს მწვანე ენერგია, ელექტროკარების და ამის ნაწილში ლიდერი არის სოფლიოში ესეც. ატომურ ენერგიაშიც და ჰიდროებშიც და ყველანაირში, ალბათ რაც საიდანაც გამომუშავდება ელექტროენერგია. ხო და ეს ორი ფაქტორი რა პოზიციებში ამყოფებს ამ ქვეყნებს ამ მოლაპარაკებების წინ გულისხმობ ერთის მხრივ ირანული ნავთობის და სპარსეთის ყურის ნავთობის მიწოდების შეჩერებას ჩინეთისთვის და მეორე მხრივ ამერიკაში არსებული კრიზისი ფასების დის. არის გერგა, მეც მიდოდა შეფას მეკითხა, შენ გახსოვს რომ ეს ომი დაიწყო, მაშინ ასეულდა ეგეთი აზრი ირანში ომს გულისხმობ, რომ ამ რაღაცა ომის უკან ტრამპის სტრატეგიის სინამდვილეში ფარული და ესეთ, მაგრამ თავარი მიზანი იყო, რომ ჩინეთი დაეტოვებინა ორმუზის ფლოტის გარეშე. რომ ანუ ეს გადაეკეტა და რაღაცნაირად ჩინეთი ნავთობის გარეშე დარჩენილიყო, რომ უნდა მოხდარიყო. ეგ არის, მაგრამ დამეთანხმები რომ იყო ეგეთი მოსაზრებები ალბათ. მაგრამ ამ დროის განმავლობაში მე სინამდვილეში ანუ მე მგონია რომ ჩინეთისთვის მიუხედავად იმისა რომ თქვა რაღაცნაირად ეს ამერიკას გეოპოლიტიკურად ასუსტებს და თქვა მისი იმიჯიც დააფუჭა და ჩინეთისთვის შექმნა ეს შესაძლებლობები, ხო? ანუ იგივე თქვა ამ ომის განმავლობაში სამხრეთ კორეიდან გადაიტანეს თქვა საჰაერო თავდაცვის სისტემები ხო აღმოსავლეთში. თავად ეს ავიამზედი ჯგუფი, რომელიც ამ სამომარ მოქმედებს აწარმოებს, სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავლენას ახდენს განწყობაზე ამ რეგიონში, ხო ჩინეთის იგივე განწყობაზე, იაპონიის განწყობაზე, სამხრეთ კორეის და ასე შემდეგ. ესე თქვა რაღაცნაირად პლუსი იყო, მაგრამ მე ჯამურად მაინც ამგონია რომ ჩინეთი დიდად ბედნიერი იყო თქვა ამ ომის და მე მგონია რომ მათთვის უფრო მოგებიანი და სასურველი იქნება თუ კი ეს ომი დასრულდება რაღაცნაირად. რა თქმა უნდა, ერთი ფაქტორი ასევე რაც გვავიწყდება, ხა ჩინეთი დემოკრატია არაა, მაგრამ ფასები იქაც ძალიან გაიზარდა და გამორიცხული ამან გავლენა არ მოახდინოს ხელისუფლებაზე შეუძლებელია. რა თქმა უნდა და ასევე თქვა თვითონ ჩინეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთთან ესეც საინტერესოა, ხო, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია ირანის, მაგრამ თუ შეხედავ თქვა ინვესტიციების მოცულობას, ვაჭრობის მოცულობას, იგივე ნავთობის შესყიდვებს. ჩინეთი ზამის იგივე რაოდენობის ნავთობს ყიდულობს გალფის სხვა ქვეყნებისგან. ხო, იგივე. ასევე ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ის ტანკერები, რომლებიც უკვე გამოვიდნენ სპარსეთის ყურიდან ირანული ჭრილოვანი ფლოტის, ამერიკული მეორადი სანქციების შიშით 100-ზე მეტი ტანკერი დგას ჩინეთის სანაპიროებთან და იმ ნავთობს აყიდულობენ ჩინური კომპანიები. შეიძლება ეს ამ ვიზიტსაც უკავშირდებოდეს, მაგრამ მე არ გამოვიცხავ ეს კიდე დიდხანს გაგრძელდეს ესე, რადგან უფრთხიან ამასაც და უფრთხიან თავისი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, რა თქმა უნდა. ანუ ეს არ არის ისეთი თქვა რაღაც სამხრეთი პოზიცია, იგივე თქვა ომი დაიწყო თუ გახსოვს ჩინეთის განცხადება იყო, რომ ირანს მოუწოდებდნენ, რომ არ დასხმოდა თავს აი ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს. და შემდეგ თქვა ჩინეთის შემოსვლა ამ რეგიონში იყო გასულ წლებში, როდესაც ჩინეთი გახდა მთავარი მედიატორი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის, ასე რომ აქ თქვა რაღაც ესეთი ცალსახა სიტუაცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თქვა გასულ კვირას ჩინეთი უმასპინძლეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაინც მე მგონია რომ მათთვის თქვა ჩინეთი არჩქარობს რომ მაქსიმალურად რაღაცა ესეთი ნატოსნაირი ან თქვა რაღაცა ესეთი მოკავშირე ჩინეთი არ არის, ხო ანუ ეს ეგ არის, ეგ რა თქმა უნდა, პირიქით ის მისი მოკავშირეობა ნიშნავს, რომ ის სარგებლობს შენი სისუსტით მაქსიმალურად და ვიტყვი პირდაპირ გძარცვავს და მან თავარი ამ ნაწილში ჩინეთის შეთავაზებები თქვა მე იგივე ეგრეთ წოდებულ გლობალური სამხრეთის ქვეყნების მიმართ ბევრი თვითონ მომგებიანი იყო, იმიტომ რომ თქვა იმ ფონდს რაც ჩინეთიდან მოდის ნაკლები პირობები მოყვება, კორუფციის მეტი შესაძლებლობები იძლევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ანუ იმის მინდა რომ რეალურად ახლა ეს მომენტი რომ ბოდიში აკა დავასრულებ ერთი რაც მინდოდა მეთქვა თავად ეს რომ
აქედან გამომდინარე, მათი ბჭყალებში პარტნიორობა ირანთან ესეთი გამოდის, რომ დიდად ბერკეტებიც არ აქვს ჩინეთს, ირანის ამ რეჟიმზე, რომელიც კიდევ უფრო რადიკალური და არარაციონალურია. რამე გავლენა მოახდინოს, რომ ამერიკის პირობებით თუ არა შედარებით ზომიერი პირობებით დათანხმდეს რაღაც შეთანხმებას. აქ ესაა მთავარი პრობლემა. ანუ ეს შეხვედრა ტრამპს ვერ მისცემს სი ძინპინგისგან რამე გარანტიას, რომ ირანის რეჟიმის მიერ ქცევის შეცვლაში მან მონაწილეობა მიიღოს. სი ძინპინგს ამის უნარი არ გააჩნია დღეს. არ გააჩნია არც სტილში არ არის თქვა ჩინეთის ესე მოქცევა რაღაცნაირად ეს ერთი და მეორე ხო ანუ ახლა კი 90% ირანული ნავთობისას ჩინეთი ყიდულობს და თქვა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია, რომელშიც ჩინეთი ამ ბერკეტს იყენებს და რაღაცნაირად დათმობილებს, მაგრამ მე არ მგონია რომ ისლამური რესპუბლიკა ესე მუშაობს, ხო თქვა რაღაცა ეს არ მგონია რომ მაინდა-მაინც აი ამ რაღაცა კონვენციების წარმოგენებში ჩდებოდეს და ეს ამ პერიოდმა გამოაჩინა რომ მაინდა-მაინც ესე კლასიკურად არ ვითარდება ხოლმე თეორიის მიხედვით არ ვითარდება ხოლმე მოვლენები ისლამურ რესპუბლიკაში არის განსაკუთრებული ხასიათი აქვს და განსაკუთრებული სპეციფიკა. თვითონ მე მგონია რომ ჩინეთისთვის როგორც თქვი, ანუ მაინც უფრო მისაღების სცენარი არის ამ ომის დასრულება ვიდრე ამ დაპირისპირების გაგრძელება, ამით იქნება გამომდინარე რომ ეკონომიკასაც დარტყმა მიადგა, თქვა წარმოება გაძვირდა, ჩვენ ახსენებთ ავტობუსი დივერსიფიცირებული აქვს მათ ამ ნაწილში ისინი თქვა რაღაცა ესინაბედი წინ არიან, თუმცა მაინც მათთვის სასურველი იქნება ამ ომის დასრულება. მე არ მგონია რომ თქვა ამაში რაღაცნაირად ძალიან დიდი მონაწილეობა, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება სი ძინპინგი და თუ ჩაერთვება, მაშინ ყველაფერს ექნება შესაბამისი ფასი, ხო? ანუ ამ ცდილობასაც თქვა რომ დათანხმდეს ტრამპს, რომ ირანზე რაღაცნაირად გაარახორციელოს, ამას ექნება საპირისპირო ფასი, რასაც მოითხოვს სანაცვლოდ ამერიკელებისგან. და ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ეს არის საინტერესო ჩემი აზრით და ესეთი დიდი პროცესი დააწყეცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება რა. ეს ირანის იგივეს ახლა ბოლო კვირებში სასანქციო ომი რაღაცნაირად დაიძაბა ამერიკასა და ჩინეთს შორის თუ გახსოვს, თავიდან დაასანქციერეს რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო ჩინეთის ირანული ნავთობის შესყიდვისთვის და შემდეგ იყო მე მგონი დაასანქციერეს 3 კომპანია სატელიტური ფოტოებით, რომელიც ამარაგებდა ირანს და შემდეგ ასევე ტრამპმა თქვა, რომ ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც დავაკავეთ, იქ რაღაცა ჩინეთის რაღაც ტვირთი იყო, რომელიც ირანისკენ მიემართებოდა და ეს არ იყო კარგი რაღაც, ცუდი რაღაც იყო. მაგრამ აქაც საინტერესოა ტრამპის ეს მიდგომა, ხო? ანუ აქ ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, რაც ყურადღებას გამომახვილებდი არის ის, რომ რეალურად მართლა შესანიშნავი პანჯარაა სი ძინპინგისთვის, ხო? ანუ მას თუ კი ის კარგად რაღაცნაირად მოერგება, თქვა ტრამპის საჭიროებებს და შესწავლილი აქვს მისი ხასიათი, თქვა მისი ტრანზაქციული ბუნება, ხო? ანუ მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც გამოჩნდება მედიაში, როგორ გააშუქებს ამას, როგორ იქნება სატელევიზიო სურათი, ხო? ამ ყველაფრის ორგანიზება მას ძალიან კარგად შეუძლია, ისე რომ ტრამპს შეუქმნას რაღაცნაირი აი ეს კარგი ჰედლაინები, კარგი სათაურები, რომელსაც ტრამპი გაყიდის და სანაცვლოდ რეალურად მიიღოს მართლა სერიოზული დათმობები სტრატეგიული ხასიათის, იგივე ტაივანთან მიმართებით, იგივე ვთქვათ საექსპორტო კონტროლთან დაკავშირებით, ხო, რომელიც მოსუსტდა ტრამპის პირობებში. ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, ახლა თქვა ტრამპი ესეთი არა ვთქვი კორეა უფრო მეტად ვიდრე ბაიდენი და შემდეგ ესეც ასახა არ არის, ხო? ანუ კი ტრამპმა ახლა თქვა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ტაივანმა მიიღო უცხოეთის შეერაღების პაკეტი. ჯამურად ეს შეერაღება რაც ეხლა მიიღო ტაივანმა ნოემბერში უფრო მეტია ვიდრე ბაიდენის 4 წლის განმავლობაში. მაგრამ მეორე მხრივ ბაიდენის დროს და ბაიდენის ინიციატივით დაიწყო ეგრეთ წოდებული ჩიპების აქცია მიიღეს, რომლის ფარგლებში თქვა ჩინეთს აეგზალა, ჩაიგზალა ჩინეთში მოწინავე კომპიუტერული ჩიპების ექსპორტი, რაც ტრამპმა მოასუსტა. მე მგონია რომ ტრამპის ხედვა აი ამ ჩინეთთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებით, როგორც სხვა ის ხედავს სი ძინპინგს როგორც ძლიერ ლიდერს, რომელსაც არა აქვს შეზღუდვები, თქვა რაც მას აქვს, ეს ვალდის შეზღუდვები, მედია რუსულად კითხვებს, კონგრესი რუსეთის გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთი სიზუსტე რაც დაგმოვიწყდა ასე უნდა გვეთქვა არის ის, რომ რეალურად ეს ტარიფები რომელიც ტრამპმა დააწესა არაკანონიერად ცნო უმაღლესმა სასამართლომ. ხო, ანუ ესე თქვა მისი ამ ეკონომიკური დღისასრიგისთვის დამაზიანებელი იყო, რა თქმა უნდა და ესეც რაღაცნაირად გავლენას იქონიებს მის პოზიციებზე აი ამ ვიზიტის დროს.
მაგრამ მისი ხედვა ჩინეთის არ უნდა ის ხედავს როგორც ძლიერი, როგორც პუტინს. ხო, ანუ რა ნახო, რომ აი პუტინს საუბრობენ ხოლმე ხშირად, რომ აი პუტინის ის არის რა ქვია, რაღაცა პუტინი განსაკუთრებით უყვარს თუ რაღაც მოწონს თუ რა ისინია თუ ასე თქვა, მაგრამ სცენარებში რომ ნახო, ტრამპი ყველა აი ამ ტიპის ესე სტრონგმენებზე დაახლოებით ერთნაირი ენით საუბრობს. ხო, ანუ იგივე სეძეპინგსაც აი პუშინას დაწერა, რომ ეს ძლიერი კაცია და მას ყველა პატივს სცემს და რაღაცა ალფა მეილური რაღაც ისე აქვს, რომ აი თანასწორად განიხილავს ამ ლიდერებს მასთან თანასწორად. აქედან გამომდინარე, მისი ხედვა მე მგონია, რომ არ არის კლასიკური თქვა, რაც ვაშინგტონში ახალდე მიიჩნეოდა, რომ იყო ესეთი ორპარტიული კონსენსუსი, რომ ჩინეთის საფრთხეა და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ტრამპის ხედვა ოდნავ განსხვავებული და ბევრად უფრო ტრანზაქციული არის ამ ნაწილში. აქედან გამომდინარე, აი ეს აკა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მართლა სიღრმისეულად გამიხილეთ ეს საკითხი და დაველოდოთ როგორ ჩაივლის ეს ვიზიტი. უკვე და ტერიტორიის ეს ეპიზოდი უკვე დასრულებულია. კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს რომ გამოიწერონ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში და შევხვდებით რა თქმა უნდა მომავალ კვირაში. მადლობა.